მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. დღეს სამოციქულო ეკლესიამ განადიდა ყოვლადქებული მოციქული თომა. თომა, როგორც პეტრე იყო გალილეველი უწიგნური მეთევზური, რომელიც შემდგომში ხდება მოციქული და სამწუხაროდ დღემდე მას ურწმუნოდ მოიხსენიებენ საერონი თუ სასულიერონი. მოდი ერთად გაუწიოთ თომა მოციქულს დაცვა, ვიყოთ დღეს მისი ადვოკატები და წმინდა მამებს შევეკითხოთ, რას ნიშნავს ურწმუნო და ურწმუნოება რას ნიშნავს. შეიძლება ჩვენ სხვაზე ვიძახით, რომ არის ურწმუნო, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდეთ ურწმუნო. იოანე სინელი კლემაქსი თავის მეორე, ასე თქვათ, მუხლში, კიბეში, აი ასეთი შეფასებით წარმოგვიჩენს თუ რა არის ურწმუნო და ვის ეწოდება ურწმუნო ადამიანი. ურწმუნო არის იგი, ვინც ღმერთს აღიარებს სიტყვით. ვინც სიტყვით აღიარებს ღმერთს, მაგრამ თავისი საქმით უარყოფს მას. ესე იგი, შეიძლება დადიოდე ეკლესიაში, სიტყვიერად წამდეს, კითხულობდეს სახარებას, ეზიარებოდე, მაგრამ საქმით ძალიან შორს იყო ყველაფერი ამისგან. ანუ არაკეთებ მოწყალებას, არ გიყვარს ადამიანები, ხარ შურიანი ბოღმა განკითხვაში, მრისხანებაში და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რა არის რწმენის საქმეები, ხო? და რა არის მთავარი სათნოება, რწმენა, იმედი და სიყვარული. მას რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? როცა ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ძალიან დიდი ადამიანები, მამამთავრები და პირველი ადამიანიც კი შეცდა და შეუფერებელი ქმედებები ჩაიდინეს, რას არ ეკადრება მორწმუნე ადამიანს. აქავე დავძენ, რომ წმინდა მამების განმარტებით ფილოსოფიას აქვს 6 განმარტება. მოდი აქედან 3 განვიხილოთ, ყველაზე მთავარი რომელიც არის. ფილოსოფია, იოანე დამასკელი ამბობს, ყველაზე დიდი, ასე თქვა, დოგმატიკოსი, თუმცა მისი დაწერილი არ არის, მან შეკრიბა წმინდა მამების სწავლებები დოგმატების სახით და ერთად გადმოგვცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გარდამოცემაში. საფილოსოფოსო თავნი, ეს პირველი წიგნია. ნახეთ რა წერია, რა არის ფილოსოფია. ფილოსოფია არის მეცნიერება სინამდვილის შესახებ. ჩვენ რა ვიცით, რა არის სინამდვილე? ჩართავ ტელევიზორს, შეხვარ სოციალურ ქსელში, სასულიერო პირები გამოდიან და სიმართლის მსახურება უნდათ, სიმართლის მედროშეები არიან. და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩირაღდანი უჭირავს სიმართლის და თვითონ სიცრუეში ცხოვრობს. თვითონ არღვევს საეკლესიო წესებს და კანონებს. თუმცა ამ დროს მოუწოდებს მშვიდობიანი რევოლუციისკენ. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, სიყალბე ზუსტად, არავით არის სიმართლე აქ არ არის. სიმართლე ერთადერთი წერია წმინდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში, იმ წმინდა წიგნებში, სადაც ღმერთი სინამდვილეს არ გიმალავს და გეუბნება, რომ ანგელოზი, რომელიც იყო ფოსფოროსი, ნათება, ლუციფერი, გახდა სატანა და მე ის გამოვაძევე სასუფევლიდან, არ გიმალავენ შენ ამას. ამაზე ეკლესია არ დუმს. ადამიანმა, რომელმაც ცოდვა არ იცოდა და არაბუნებრივი წესით შეიქმნა, ადამიანს მამა და დედა არ ყოლია, ღმერთისგან შეიქმნა, ღმერთმა შთაბერა მას უკვდავი მარადიული სული მადლით, ცოდვა არ იცის რა არის. ყველაფერი მისცა ერთი მცნების აღსრულებას თხოვა, ისიც დაარღვია. ისიც დაარღვია და ეს ჩვენ გვითხრა ბიბლიამ არ დამალა, რომ შენი წინაპარი იყო ცოდვილი და პავლე მოციქული ამბობს, ადამიანში ყველამ შევცოდეთ. რა უცნაურია არა, ეხლა თანამედროვე, იტყვი როგორ კაცო დაბადებულიც არ ვიყავი მე და მე როგორ შევცოდე. ერაშუაში ვარ, მე მაშინ არ ვარსებობდი, ადამი რო იყო. მოიცა, შენ რო ყოფილიყავი ადამის მდგომარეობაში, არ შეცოდავდი? თუ იტყვი რომ არ შევცოდავდიო, აი შენს პატრონს მაშინ. საერთოდ შორს ყოფილ ხარ შენ ყველაფრისგან. კაცმა, რომელმაც
არ იცოდა რა იყო ცოდვა, ის შეცდა და გადააბრალა ღმერთს, შენ რო ქალი მომეციო, მაგიტომ დავაშავეო, მაგიტომ შევწოდეო, მაგიტომ მომივიდაო ეგ შეცდომაო. გამოვყვეთ ახლა მოსე, რომლის ხელითაც ღმერთმა 10 მცნება დაგვიწერა. თუმცა მანამდე მოხდა მისი კვლელია მოსე. დიახ, მოსე მოკლა კაცი. მე რა მოხდა რომ ეგვიპტელი მოკლა? თავისი თანამემამულე დაიცვა და ეგვიპტელი მოკლა ამის გამო. თუმცა მერე მან დაწერა ღვთის კალამი გახდა, ღვთის ხელში გახდა კალამი და დაწერა 10 მცნება. არა კაც კლა. და რა თქმა უნდა შეინანა. თუმცა მოსე ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. ყველაზე დიდი კაცი ა ブラ ამი. 3 რელიგიის მამამთავარი, აბრაამიანული რელიგიებია: იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა. შეშინდა ეგვიპტეში, შეშინდა რომ უთხრეს რომ ეს ქალი ვინ არისო, ლამაზი იყო სარა ძალიან. შეშინდა არ მომკლანო, რო თქვა რომ ქმარი ვარო, მომკლავენო და თქვა ჩემი და არისო. და მე გამოცხადება ნახა იმ თავარმა და უთხრა რომ არ შეეხო ამ კაცის ცოლი აეგო და ბოდიშები მოუხადა, რატო დამიმალეო რომ შენი ცოლი იყო? ანუ რას გეუბნებით ჩემო კარგებო? აქ არის გადმოცემული ადამიანის დარღვეული ხიბლისმიერი გონება და სხეული და ყველაფერი, რომ თქვენ არ შედრკეთ თუ რაღაცა შეგეშალათ. იაკობი, მამამთავარი, ჩემო ძვირფასებო, საიდანაც ებრაული 12 ტომი მოდის. არ არის პირველი შვილი და პირმშოობა არ ეკუთვნის მას. პირმშოობა, კურთხევა ეკუთვნის ესავს, მის ძმას. იმდენად უნდოდა პირმშოობა, კურთხევა, რომ თავის ძმას, რომელიც მსუნაგი კაცი იყო, მონადირე კაცი იყო, მოვიდა ნადირობიდან და მშიაო ოიძახის. ეს კარგად ამზადებდა, ახლა წარმოგიდგენიათ, აი წვადი და ხაშლამა მაინც ყოფილიყო. ოსპის შეჭამაძე, ოსპი. მიყვარს ოსპი, ცუდი არ არის? პირმშოობა მიყიდა, რა თავში ვიხლიო ჩემ პირმშოობასო, ოღონდ საჭმელი მაჭამეო და შენი იყოსო პირმშოობაო. მოტყუები თავის ძმას წაართვა პირმშოობა. თქვენ წარმოიდგინეთ. ეგ რა არის კიდე? დავით მეფსალმუნე, რომელმაც ბიბლიაში ყველაზე ერთ-ერთი სრულყოფილი წიგნი დაწერა ფსალმუნები, 150 ფსალმუნი, მთელი ბიბლიის მოკლე შინაარსი. მოეწონა ქალი, როცა თვითონ უამრავი ხასა და უამრავი ულამაზესი ცოლი ყავს, მოეწონა თავისი ერთგული მხედად მთავრის ურიას ცოლი და ის კაცი, ერთგული კაცი ისეთ პოზიციაზე გაგზავნა, რომ მოკლეს. კვლელი აბარა არ და მის ცოლთან იმრუშა. და აი ამ კაცმა მერე დაწერა 50 ფსალმუნი ვიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა. ეგ რა არის კიდე ახალ აღთქმაში? კაცი, რომელსაც ღმერთმა უწოდა პეტროს კლდე, აღიარებს რომ შენახარ ძეხვთვისა, ცხოველისა, ამაზე დგას, პეტრეზე კი არა დგას არწმუნოება. აი ამ სიტყვებზე არის დაფუძნებული ჩვენი აღმსარებლობა. რომ ეგ სიტყვები შენ სული წმინდამ გამოგიცხადაო, აი ეს კაცი რამოდენიმე წუთის მერე ეუბნება რომ არა, შენ არ უნდა გაეკრა ჯვარს, გაუფრთხილდი შენ თავს. განვედ ჩემგან სატანა, ორჯერ ამბობს ქრისტე, ერთი უდაბნოში და მეორე იმ კაცს ეუბნება, ვის პირითაც გამოთქმულ სარწმუნოებაზე ვდგავართ დღეს ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ეგ რა არის კიდე? სამჯერ უარყოფს თავის მაცხოვარს და მხსნელს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა ვინც იყო. მაგრამ 64-შია დღეს პეტრე. იოანე უფლისაყვარელი მოციქული და ზებედეს ძენი იყვნენ მისი ძმა იაკობი, სოფელში შედიან, იმ სოფელში ქრისტეს არ მიიღებენ და ეტყვის ქრისტეს რომ მოდი ცეცხლი დაატეხეო ამ ხალხს ახლა თავზე რომ არ მიგიღესო, თქვენ არ იცითო ვისი ძეები ხართო და დაარქვა ძენი ქუხილისან. პავლე მოციქული, ჩემო ძვირფასებო, სპეციალურად რაზმი მოითხოვა, ჯარისკაცების რაზმი მოითხოვა, დამასკოში მიდის, რომ ქრისტიანები დახოცოს. ფარისეველია, მწიგნობარია, განათლებულია, მოშურნეა, მაგრამ მას გონია რომ ღმერთს ემსახურება და ღმერთი გამოეცხადება და ეუბნება რომ საულ, რატომ დევნი მე? ნახეთ რა საინტერესოა. და თომა მოციქული ამ ხელა შესავალია. ეხლა აი ამ ადვოკატურას ვინ გაუძლებს, რომელი პროკურორი გაუძლებს, შემოგარგებო, ხო? აი ეს თქვენ უნდა იცოდეთ რომ მე თომა მოციქულს კი არ ვამართლებ. კაცი იძახის, თავისას კი არ იძახის რა.
ყველა მოციქული დაეჭვებული იყო, მაგრამ ვერ ბედავდნენ, როგორც თქვენ შეკითხვის დასმა გეზარებათ ხოლმე, გერიდებათ, რომ მამაო, მარა თქვას, როგორი გაუნათლებელი ვარ, იმიტომ რომ შენ შეკითხაში ჩანს შენი ინტელექტი და შენი სულიერება. ამიტომ ნუ გერიდებათ რა, შეგვეკითხეთ, აგვისით კითხები და გიპასუხებთ აუცილებლად. თომას აინტერესებს კლაუს ეს ინტერესი, კაცო, ურწმუნო კი არ არის. სანამ ჩემი ხელით არ შევეხებიო მაცხოვრის ჭრილობასო, მანამდეო ვერ ვირწმუნებო, არ ვირწმუნებო რა. და რა თქმა უნდა, მაცხოვარმა ყველაფერი იცის, აღდგომიდან მერვე დღეს თომას კვირა რო ეწოდება, დაუძახებს თომა მოდი აქ. შემეხე. თომა შეეხება და იეღოველების გასაგონად და იმ ხალხის გასაგონად, ებრაელების გასაგონად, მუსლიმანების გასაგონად, რას ამბობს? უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ღმერთად არ აღიანებენ მუსლიმანები და იუდეველები ქრისტეს და პროტესტანტები ზოგიერთები. გასაგონად გარკვევით იძახის უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ოღონდ არ შეაქებს თომას ქრისტე. ეტყვის რომ შენ მიხილე, ანუ რწმენა არ არის, როცა ხედა უკვე. რაღაც რწმენა გინდა, ახლა ქრისტე აქ რო იდგეს, რაღაც რწმენა გჭირდება, ჩემო კარგებო. აგერ ხატზე გამოსახული მწამს მე მეტი არ მჭირდება, იმიტომ რომ დადგება დრო და მოვა ქრისტე მეორედ და ყველა ადამიანი და ყველა მუხს მოიდრეკს მის წინაშე. მეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარო და მიწამესო. ჩვენზე ამბობს ქრისტე იმ ადამიანებზე, ვისაც ქრისტე არ გვინახავს განკაცებული, ხორციელად მოსული, მაგრამ გვჯერა რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, ძეხვთვისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი, ნათლისაგან ღმერთი, ჭეშმარიტი, ღვთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არაქმნილი. აი ეს თუ გწამს, არ არის საკმარისი, თქვენ წარმოიდგინეთ. ეს ბევრს აწამს. შეგიძლია ახლა ეშმაკს რო უთხრა, სიტყვით გაიმეორებს სარწმუნოების სიმბოლოს. სიტყვით გაიმეორებს, შენზე კარგად არ შეეშლება. ბიბლია იცის ზეპირად. ერთი იოტა არ გამორჩება, მაგრამ საქმეებს არაფერს არ ასრულებს. არანაირი სინანული მაგას არ აქვს და არც ექნება, იმიტომ რომ მან შეუცვლელი არჩევანი აირჩია დაცემულმა ფოსფოროსმა, რომელიც ნათლის ანგელოზი იყო და დღეს სატანის ანგელოზია. არაფერს არ ასრულებს. ამიტომ ურწმუნო ადამიანი ქვია იმას, ვისაც შეიძლება სიტყვიერად წამს, ესე იციან ხოლმე, ხო? ყველაფერი წამს. თუ ყველაფერი გწამს, გამარკვიე რა გწამს, კაცო და რატო არ დადიხარ ეკლესიაში? დოლარზე აწერია $1 ჩვენ გწამს ღმერთი. უკაცრავად, რომელი ღმერთი გწამს? ბაფომეტი თუ იესო ქრისტე? დაკონკრეტებაა საჭირო. მაგრამ თუ იესო ქრისტე გწამს, რატო ხარ ბოროტი? რატო ხარ შურიანი? რატო ხარ დაბოღმილი? რატო ხარ რისხანებაში? რატო თავდაბლობა არა გაქვს? სულ ეხლა ვეცდები რომ წმინდა წერილიდან ორი მუხლი 60 ქულოდან ორი მუხლი გითხრათ. ერთი არის ებრაელთა მიმართ ეპისტოლე. კარგია რომ დაიმახსოვროთ, ამ ჩანაწერს რომ მოისმენთ, ამოწერეთ. მე-11 თავის პირველი მუხლი ებრაელებს პავლე მოციქული განსაკუთრებით მოუწოდებს. ეს ეპისტოლე გვიან შევიდა ახალი აღთქმის კანონში, იმიტომ რომ პავლე მოციქულს არ მიაწერდნენ. მაგრამ მე გაირკვა რომ როგორც იოანეს გამოცხადება არის იოანე ღვთისმეტყველის, ასევე ებრაელთა ეპისტოლეც არის პავლე მოციქულის. ცოტა გვიან დადგინდა ეს ყველაფერი. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით. ანუ უეჭველად მწამს, ეჭვი არ მეპარება, რომ ველოდებით მეორედ მოსვლას. ელოდებით, ხო? სარწმუნოების სიმბოლოში წერია მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა საუკუნესასა და კვლავაც მომავალს დიდებით განსჯათ ცხოველთა და მკვდართა, რომლისას უფევისა არ არის დასასრული. ანუ ეს უეჭველი უნდა გწამდეს და წვდომა უხილავისა. აი ეს უკვე არის მჭვრეტელობა, ეს უკვე არის მისტიკური ღვთისმეტყველება, ჭვრეტა უხილავისა. ადრეს გითხარით და გავიმეორებ ზოგიერთებისთვის, რომ დღეს ზოგიერთი თქვენთაგანი შეიძლება ან ვინმე ჭყალებში ღვთისმეტყველთაგანი უმტკიცებს ვიღაცას ღმერთი რო არსებობს. რასაც ილუა უყურეთ, ახლა ორი კოღო
რომ ამტკიცებდეს რომ ადამიანი არსებობსო რა. ხო სასაცილოა რა, ვერ ჯერ ხო ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ ყოღო ვერ გაიგებს ვინ არის ადამიანი, ხო? ასევე ადამიანი ადამიანს ვერ აუხსნის ღმერთის არსებობას. რატო იცი? იმდენი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს, რომ თუ ამას ვერ ხედავ, რომ ზიანათებს და სუნთქავ, მოდი ადამიანს შეუწყვიტე, რამოდენიმე წამი სუნთქვა და რას დაემსგავსება დაინახავ. აი როგორც ჰაერი გჭირდება და ჰაერი არსებობს და ვერ ხედავ, ასე არის ღმერთის არსებობაც. რომ ღმერთი კი არ არსებობს, შვილო, ღმერთი არსია, ყველაფრის არსია. მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ანუ ღმერთი არის არსი, εν არხოს ყოფი, არსი, უსია, სამი ჰიპოსტასი. და აი ამ არსიდან გაჩნდა ცა, ვარსკვლავები, ანგელოზები, ადამიანები და ასე შემდეგ. ეხლა მოდი შენ უმტკიცე ვიღაცას, ვინც მზეს ზურგი შეაქცია, ზურგი ეწובה მზე რო აცხუნებს, მაგრამ თვალები დახუჭულია და იძახის არა მზე არ არსებობსო. რა გავაკეთო ეხლა ხელები ჩამოვაღებინო, მზეს მიუშვირო მისი გამოთაყვანებული სახე? რა გავაკეთო? ხო არ უნდა. დახუჭული აქვს თვალები, ქვა აგდია მინდორში, მზე ანათებს იმ ქვას, მზეშია ქვა, მაგრამ შიგნით სიცივე და სიბნელეა. ეს არის ეშმაკი. ეშმაკიც ნათელში იყო ადრე, მაგრამ დღეს არ უნდა მას ნათელში ყოფნა. ეხლა გავიგეთ რომ რწმენა რა არის და ურწმუნოება რა არის, მაგრამ როგორ რწმენა რომ მინდა და არა მაქვს. პავლე მოციქული აქაც პავლე მოციქული დაგვეხმარება, რომელთა მიმართ მიათე თავი, გთხოვ დღეს წაიკითხოთ მთლიანად, მე-17 მუხლი. რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. ანუ რწმენა უნდა მოისმინო ადამიანისგან, მოძღვრისგან, მორწმუნე ადამიანისგან და მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. თქვენით არ იყოთო მასწავლებლები და ბრძენი, როგორც იაკობ მოციქული ამბობს, უფლის ხორციელი ძმა. შენით ნუ იბრძნობ რა. ეხლა უყურეთ, გავაგრძელოთ ფილოსოფიის განმარტება. ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული. ეს გავიგეთ რომ მეცნიერება სინამდვილის შესახებ, ნამდვილი არავინ არა ვართ, ჩამოგითვალეთ ისინი ვინ სამოთხეში არიან, როგორ ცდებოდნენ. ეხლა რას ნიშნავს სიბრძნის სიყვარული? რა არის სიბრძნე? პლატონი იყო ბრძენი? არ იყო ბრძენი პლატონი, არც სოკრატე, იმიტომ რომ პლატონი რო ბრძენი ყოფილიყო, მისი სულიერი შვილი არისტოტელე არ გაანადგურებდა მას. და არიტყოდა რომ მე პლატონი მიყვარს, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად მიყვარს. სოკრატე სტოიკოსებმა გაანადგურეს, ჰეგელი ახალგაზრდა ჰეგელიანელებმა, კანტი სხვა მინდევრებმა, ნეოპლატონიზმი და